რა გონია ის ვინც მოდის დღეს და ქართული ხალხის გამამართლებლობას და სოდომისტობას და გაბინანასებას უკეთებს აგიტაცია, პროპაგანდას და რეკლამას, ის იმაზე უარესი მტერი არ არის, ვიდრე ის რუქნადინი და მთელი ორდა იმ მუსულმანებისა და ვირეშმაგებისა. და დღეს ისე გადაგვარდა ქართული ხალხი, რომ იზახია დემოკრატია არის დღესო და რაც უნდა ისუკნიანო, როგორ ბედავ შენ ძალადობას. მოძალადე ჩვენა ვარ თუ ისინი. ვინ არის მოძალადე? ჩვენა ვარ თუ ისინი. მოდიან აფინანსებენ ვითომ საქართველოს დამონებული ხავთ ფინანსურად, ეკონომიურად და ეუბნებიან რომ შენ თუ არ გახდები მამათმავალი და თუ არ გახდები შენ ბილწი და საძაგელი ცოდვი დაცემული არაფერს ეს არ მოცემ და გრანტებს არ მოცემ. ჩვენა ვართ კიდე მოძალადეები? გეკითხები. აი ეს სამხედროება, რომელმაც თერიერი გამოიყვანა, ისინი გმირები არიან. ღმერთია მართალი, ღმერთს ვერავინ ვერ მოერევა. ვერავინ ვერ მოერევა უფალს. ძალიან სულად იწუხებენ ისინი თავს, ვინ საქართველოს ხელი აღმართა და უნდა ჩვენი შებილჭვა და გაუწმინდულება. ძალიან სულად იწუხებენ ისინი თავს. იმერიას ვერაფერი ვერ მოერევა. და არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ ქართველ ხალხს. არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. ჩვენ ყოველას წმინდა ღვთისმშობლის მკვეთრი ხალხი ვართ. ჩვენ ქრისტეს კვართის დამცველი ხალხი ვართ. ჩვენ ილია თესბიტელის ხანელის დამცველი ხალხი ვართ. ჩვენ წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის 100,000 მოწამის, დემეტრე თავდადებულის, ვახტანგ გორგასალის, არჩილის დახმარსალის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებელის 100,000 მოწამის და დავით აკონსტანტინეს და შალვა ყოფიციმას და ელიზბარის ხალხი ვართ. რა აღარ გახსოვთ როგორ დაიწყო პატრიონის ომი? როგორ დაიწყო ეს ომი? არ გახსოვთ? დაიჭირეს ყიზილბაშებმა ქართველი ბერი და შეურაცხეს. გაკოჭეს და შეურაცხეს. აი ეს ბერი ადგა წავიდა და მივიდა ბიზინაჩოვაშვილთან, შალვასთან და ელიზბართან. მაშინდელ ხელისუფლებასთან ეუბნება, მეო ბერი ვარ. მე შეურაცხეს, გამკოჭეს. მე ხა წავალ კლდეებში, ღრეებში და მთელი ცხოვრება იქ ვილოცებო. მაგრამ თქვენი კითხეთ, თქვენ უბედურებო. იმიტომ რომ თქვენ ჩაგაბარათ ღმერთ მესვერდანაო და თუ ამის უფლებას მიცემთო, ღმერთი თქვენი კისრიდან ამოიღებს ამ საშინელი ცოდვის შედეგს. თქვენი კისრიდან ამოიღებს, თქვენ მოხდით თავიდან ბოლომდე. როგორ არ გავდა ბიზინა ჩოლოყვაშვილი და როგორ არ გავდა შალვა ელიზბარი დღევანდელ პოლიტიკოსებს. როგორ არ გავდნენ ისინი? დაიგავეს მახვილი ხელში და გაწმიდა 80,000 თარაკამა სელჩუკი და ყიზილბაში. რა ამაზე უფრო ნაკლები მეტი ისუნდოდა შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. იმად ერთი ბერი ესე გაუკეთეს. ესენი მთელ საქართველოს აუპატიურებენ. რომელი უფრო საშინელებაა გეკითხებით მე თქვენ? დღეს გამოდიან და დემოკრატია ეს არის ის არის, აბა ძალადობა. დალოცვილო შვილებს იუპატიურებენ, სოლშვილს გიბახებენ და შენ შიმშვიდები შეინარჩუნებ გეუბნები. ამაზე მეტი სიბილჭე შეიძლება? რამ გაყიდა ეს ხალხი? რამ მიაყიდია ეშლა, სული, გული და გონება? გეკითხებით მე თქვენ? რამ გაათანცირა ესე? დიდება და მადლობა უკეთს. დედა ეკლესია ყავს საქართველოს, რომელსაც ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევი. საქართველოს ღვთისმშობლის არის. სახარებაში ესე წერია, თქვენი ნადრებდეთ სასუფეველსა ცათასა, ესე ყოველი შეგეძინო თქვენ დანარჩენი. და დღეს შენ ასამბობე ჩვენი ხალხი. საიცორებაო, სწორება ამერიკისკენო, რომლებიც არიან მეძავები და გაყრილები, რომლებიც კანონით აკანონებენ თავიანთ ქვეყანაში სოდომის, მამათმავობის და გაყრილების სოფელს. ეს არის საქმე? ეს არის ჩვენი ვაჟკაცობა? ეს არის ჩვენი ადამიანობა? ყველაფრის მაშინია გარდა ღვთისა. ეს არ შეიძლება და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენმა ხალხმა უდიდესი სიმტკიცე გამოიჩინა. თერიერი სამდელობის მეთაურობა და ანტიქრისტეს უარი უთხრა. თქვენ აგონიათ ეხლა იმ დღეს შინძი რომ მოვიდნენ და რომ აზალებდნენ ქართველ ხალხს ამ გათახსირებული ცოდვების პროპაგანდას. ეს რა გონიათ თქვენ? ეს მარტო ამით მთავრდებოდა? ეს იყო ტახტის გამზადება ანტიქრისტესთვის. იმიტომ რომ ვინც ამ საშინელ ცოდვაში ჩავარდება, ის მერე ანტიქრისტეს სახური ხდება. ძნელია იქიდან გამოსვლა.
დიდი ძალისხმევა ჭირდება და ამას იმიტომ აკეთებს ის ეშმაკის მოციქული ანტიქრისტეს მსახურები, რომ ანტიქრისტეს ტახტი განუცადებლად თავიანთი მსახურები ამრავლა. გუშინ წინ ქართველმა ხალხმა ანტიქრისტეს უთხრა უარი. ანტიქრისტე განდევნა საქართველოდან და არ მიცეს ანტიქრისტეს უფლება უფალმა, რომ საქართველოს კიდე შეერხოს. მერთმა დაგლოცოთ შვილები, გაგაძლიერო, გაგახადო, ნურაბლის კურჩე გეშინდებათ. ივერიას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იცავს. ზესთან ბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწეა უძლებელისა, ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი. ვინ მოერევა დედა ღვთისმშობელს? და ამიტომ ქართველი ხალხი უძლებელია და ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახადოთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი წმინდა და დიდებული სამღვდელოება, რომლებმაც ესეთი უდიდესი ვაჟკაცობა გააკეთეს და უდიდესი აღსარებლობა გააკეთეს. ეხლა წუწუნებს ეშმაკი, ეხლა ღრიალებს ეშმაკი, ეხლა იხერხება შურით ეშმაკი, ჩვენი დიდი სამღვდელობის შემხედვარედ, მაგრამ არაფრის არ შეგეშინდეთ. სიბრძნეს ირაკის ამბობს, სიკვდილამდე იბრძოლე სიმართლისთვისო და ღმერთი უკუნისამდე იბრძოლებს შენთვისო. თუ ღმერთი ჩვენთვის იბრძოლებს, ჩვენ ვინ მოგველება ხალხო? თუ ღმერთი ჩვენ წილავს და ჩვენს ენას, მაშინ ვინ არის ჩვენ წინააღმდეგ? ვერავინ. უფალი ნათელი ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისი მოში მეშინოდეს უწერია. დიდება და მადლობა უფალს. ღმერთმა დაგლოცოს, გაგახადო, დაიცვას და დაიფაროს ივერია. უფალმა და დედა ღვთისმშობელმა. ამინ, ამინ. ქრისტიანსგა. 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 აბა ეხლა ჩავატაროთ მადლობის პარაკლისი და მადლობა შევწიროთ უფალს, რომ უფლის მოცემული ძალი, დედა ღვთისმშობლის მოცემული ძალი ქართველმა ხალხმა შეაჩვენა ანტიქრისტე. დაგმო ანტიქრისტე და არ მიიღო ანტიქრისტე საქართველოში. როგორც წერია, ივერიაში ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიწყოს. ღმერთმა დაგლოცო, გაგახარო და ივერია გაამწკინოს. დედა ეკლესიაში. ამინ. ამინ. მთელი საქართველო. ამინ. აბა დავიწყოთ.